ყველამ ნახეთ ალბათ ის ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ბიჭები ესეთი პულივიზატორის აღებავებით ღებავენ ატამს. და ეს ვიდეო მე დარწმუნებული ვარ კი არა, ვიცი კიდევაც და ლოგიკურად რომ იმჯელოთ, ესეც არის, რომ არის ხუმრობა, გადაობა ვიდეო. და რატომ? კახეთში იმდენად დიდი მოსავალია ატმის, რომ არიციან მოწეული სადგარიდან. ანუ კახე ატამს შეღების ლოგიკა არ არის რა. ძალიან სამწუხაროა რომ ამ ვიდეოს გამოეხმაურნენ ხუმრობითი ვიდეოს. გამოეხმაურა ძალიან ბევრი ბლოგერი, განთქმული ექიმები, აქვიათ იმათაც საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ესე ეძახიან, რომ თურმე იწამლება მთელი საზოგადოება და რა ვიცი, ცუდად ხდება, მაგრამ მე მგონი ყველას ყავთ ნაცნობები, საქართველოს პატარაა, იმას ყავს იქაური და აი ხო შეიძლება რომ ერთმეორეს გადაურეკოს და უბრალოდ შეეკითხოს, თქვენთან ესეთი რამე მართლა ხდება? თუ არის იმის საჭიროება, როდესაც მოწეული ატამი არის ძალიან ჭარბად, რომ კახე ატამი შეღებონ. კახელებო, თქვენ კი დამიდეკით გვერდში. გააზიარეთ ეს ვიდეო, დაალაიკეთ, დაწერეთ კომენტარი, რაც შეიძლება ბევრმა ნახოს ეს ვიდეო და რაც შეიძლება როგორ თქვა ნათია? დაუჭიროთ ხარი ჩუბლაყელებს, კაცო. კი, კახელებს. გლეხებს, ვინც მიწაზე შრომობენ და მოყავთ ატამი, რომელსაც ჩვენ ჭამთ ნამდვილად და გემრიელესი. კი, პატარა რაღაც ვიდეოს გამო, ხო, გადაობის გამო შეიძლება იყოს მართლა ცოტა ცუდად გამოვიდა, მაგრამ მაგის გამო ჩამოусმევთ ხელს და შევადარებთ იმ არძეს.